დილამშვიდობისა დღეს 29 მაისია, ხუთშაბათი. თქვენ ერთსულონების დილას უყურებთ ელისაბედ აბულაძესთან ერთად. ყველას გილოცავთ ამაღლების საუფლო დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობიან დღეს. დღევანდელი დღის მადლი დალოცვა შეგეწიოთ ყველას. ჩვენი გადაცემის ანონსს რამდენიმე წუთში გაგაცნობთ, მანამდე კი საეკლესიო კალენდარი ვნახოთ და შემდგომ უკვე როგორც გითხარით, გაგაცნობთ იმ თემებს და ჩვენ სტუმრებს, რომელსაც დღეს შევხვდებით. 29 მაისს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღესასწაულობს უფალი იესო ქრისტეს ამაღლებას და მოიხსენიებს ფერეიდანში ქრისტეს სარწმუნოებისთვის მუსლიმთაგან წამებულ ქართველებს. ღირს თეოდორე განწმენდილს, წმინდა მღვდელმოწამე ალექსანდრეს იერუსალიმელ ეპისკოპოსს, ნეტარ მუზა ქალწულს, წმინდა საბას ლავრაში გვემულ ღირს მამებს, გიორგი მეორეს, მიტილინელ ეპისკოპოსს. დღევანდელი დღის მფარველი წმინდანების ლოცვით და მეუხებით უფალმა დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო. ამინ. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს და როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ამაღლებას ზეიმობს, დღესასწაულის არსის და მნიშვნელობის შესახებ ვისაუბრებთ გადაცემის პირველ სტუმართან ერთად. შემოგვიერთება ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით თავაძე. თბილისის საკონცერტო დარბაზში დღეს გელოდი ფოცხიშვილის 80 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გრანდიოზული გალა კონცერტი გაიმართება. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთება სამეფო ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი ბატონი გელა ფოცხიშვილი. ეროვნული არქივი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებისთვის ემზადება 1 ივნის პატარებისთვის ყველასათვის საყვარელი ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართება. ჩვენი ჟურნალისტი ნინი გელაშვილი ჩაგვერთება ეროვნული არქივიდან და უფრო ცლად გვეტყვით ამ თემის შესახებ ჩვენი გადაცემის მსვლელობისას. მაისი, ანუ ეს თვე, რომელიც უკვე სრულდება, კანის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. აღნიშნული თვის ფარგლებში კანის კიბოს სკრინინგი გაიმართება. რა უნდა ვიცოდეთ ამ დაავადების შესახებ და როგორ უნდა ჩავერთოთ სკრინინგში, უფრო კონკრეტულად დერმატოლოგი მაია დათვაშვილი გვესაუბრება, რომელიც გადაცემის დასკვნით ნაწილში იქნება ჩვენი სტუმარი. ასეთი იქნება ჩვენი დღევანდელი გადაცემა, ვფიქრობთ მრავალფეროვანი. ახლა ამინდის პროგნოზის დრო არის, გავეცნოთ როგორი ამინდი გველოდება თბილისსა და სრულიად საქართველოში და შემოგვიერთება მამა დავითი, როგორც გითხარით.
მოგესალმებით ყველას კიდევ ერთხელ და წარმოგიდგენთ ჩვენი გადაცემის პირველ სტუმარს, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით თავაძე შემოგვიერთდა. დღეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ამაღლების საუფლო დღესასწაულს და სწორედ ამ დღესასწაულის არსის და მნიშვნელობის შესახებ უნდა ვისაუბროთ. დაგლოცეთ მამა დავით. მართლმადიდებლობთ, გილოცავთ. დიდი მადლობა თქვენს გილოცავთ, მადლობას მოგახსენებთ ჩვენთან მობრძანებისთვის. ვიდრე ვისაუბრებთ უშუალოდ არსზე და მნიშვნელობაზე დღევანდელი დღესასწაულის, გავიხსენოთ თუ რას გვაუწყებს წმინდა წერილი ამ დღესასწაულის შესახებ, რა არის ამ დღესასწაულის შესახებ ცნობილი, მოთხრობილი წმინდა წერილში. ჩვენ ვიცით, რომ უფალი აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ვიდრე ამაღლებამდე ეცხადებოდა მოწაფეებს და სასუფეველის შესახებ მოუთხრობდა. შემდგომ უკვე მე-40 დღეს გალილეიდან დაბრუნებული მოწაფეები იკრიბებიან ერთ სახლში, სადაც ეცხადებათ უფალი და აი რა ხდება ამ დროს. მართლმადიდებლობთ, გილოცავთ დღევანდელ დღეს. მართლაც ბრძანებთ აღდგომიდან მე-40 დღეს გალილეიდან, როცა დაბრუნდნენ მოწაფეები, იესო ქრისტეს მოციქულები შეიკრიბნენ ერთ სახლში, იქ მათ გამოეცხადათ უფალი და უფალმა აუწყა მათ, რომ ესე იგი მალე მოულენდა მათ სული წმინდას. ისინი არ უნდა გაშორებული იყვნენ იერუსალიმს და ამის შემდეგ იესო ქრისტემ წაიყვანა ისინი ბეთანიის მიმართულებით ერეონის მთაზე. შემდეგ აკურთხა ისინი, ხელების ცეცად აღაყრო და თანდათან იწყო ამაღლება. ამაღლდა მათგან და მცირე ხანში ღრუბლებში გაუჩინარდა. და ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, ეჩვენა მათ ორი ანგელოზი, როგორც გვაუწყებს საქმე მოციქულთა. და ასეთ რამე უთხრა იქ შეკრებილ საზოგადოებას ანგელოზებმა, რომ კაცნო გალილეელო რა ისას გადახედავ ზეცად, ესე იესო რომელი ამაღლდა თქვენ გაზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იგილეთ აღმოვალი ზეცად. ანუ მეორე მოსვლის ყოველთვის ალბათ ეს ძველ ქართულად ნათქვამი, რომ როგორც თქვენ იხილეთ მისი ამაღლება, ასევე იქნება მისი მეორედ მოსვლა. აქ საგულისხმო არის ერთი მომენტი, რომ მოციქულებმა მხოლოდ ნაწილი იხილეს ამაღლებისა, ამობენ წმინდა მამები. ისევე როგორც მაგალითად ნაწილი იხილეს ადამიანებმა აღდგომისა. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენ აღდგომის პროცესი არ უნახავს არავის, მაგრამ აღდგარი მაცხოვარი იხილეს. და დასაწყისი ამაღლებისა იხილეს ადამიანებმა, მაგრამ თვალთა უძლურების გამო და უღონოების გამო დასასრული ვერ იხილეს და სწორედ ამიტომაც გახდა საჭირო ორი ანგელოზის გამოცხადება, რომ მათ აუწყეს ადამიანებს და აუხსნეს და განუმარტეს, რომ ამ დროს მოხდა მაცხოვრის ზეცად ამაღლება. საერთოდ აქ კიდე მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ანგელოზებს თეთრი სამოსი აწვიათ, ამასაც აქვს მნიშვნელობა და ეს ნიშნავს უკვე გამარჯვებას და ზეიმურობას და რომელ გამარჯვებაზეა საუბარი, ამაზე ცოტა მოგვიანებით გეტყვით. იონე ქრობელი ამბობს ასეთ რაღაცას, რომ ჩვენო საერთოდ ადამიანებსო გვაქვს სამი უჩვეულო სასწაულიო. პირველი სასწაული ეს არის უქორწინებელი დედის მშობიარობა, მეორე სასწაული არის სამდღიანი ვნების შემდეგ აღდგომა და მესამე ეს არის ხორცის სათამიმართ ამაღლება და სწორედ ამაზე საუბრობს ადამიანური ბუნებით ამაღლდა. ანუ ესე იგი საქმე იმაშია, რომ აი მაგალითად, როდესაც ჩვენ საუბრობთ ამაღლების შესახებ, უნდა ეს მოვლენა განვიხილოთ რამდენიმე კუთხით, რამდენიმე მნიშვნელობით, რომ გავიგოთ აი არსი რა თქმა უნდა, როგორ ამაღლდა და რატომ არის ჩვენთვის ადამიანური ბუნებისათვის მისი ამაღლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. პირველი არის რა თქმა უნდა მოვლენის ონტოლოგიური მხარე და თქვენ სწორად ბრძანეთ რა თქმა უნდა, რომ ჩვენ ვიცით, რომ ძეღთისამი იყო ადამიანური ბუნება, რომელიც ზეცად აამაღლა და საღვთო დიდებას აზიარა. ეს ყველამ უნდა ვიცოდეთ, ეს უნდა იყოს ჩვენთვის ანბანური ჭეშმარიტება. თუ რატომ გვწამს ამაღლებისა და რატო გვიხარია ჩვენ ეს. იონე ქრობელის თქმით, უფლის ამაღლებამ ადამიანი მიამსგავსა ანგელოზებს და ადამიანი შეერთო უხორცოთა დასს და მიწისათვისაც კი უღირსი ადამიანიო ზეცაში დამკვიდრდაო. ალბათ ამაზე საინტერესო შეფასება არც კი არსებობს ამ მოვლენისა. მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ ვიცით, რომ ამაღლებას ჰქონდა სხვა მნიშვნელობაც, ასე ვთქვათ, სხვაგვარად შეიძლება განვიხილოთ მისი მნიშვნელობა. ეს არის ესქატოლოგიური მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, აღდგომის ამაღლებისა. ანუ ესე იგი, ჩვენ ვიცით, რომ როგორც ამაღლება იყო იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დასასრული, ასევე მამები გვეუბნებიან, რომ მისი მეორედ მოსვლა იქნება კაცობრიობის ცხოვრების მიწიერი ცხოვრების დასასრული. როგორც ესქატოლოგია რო სწავლება მეორედ მოსვლის შესახებ, იონე ქრობელი ამბობს, რომ ანგელოზებნიო ამ დროს თან დაემოწაფნენ ამ სანახაობასო და ამით მეორედ მოსვლას მაუწყებლობდნენო.
ანუ ესე იგი იესო ქრისტე თავად არის რომ ამობენ წმინდა მამები წინასწარმეტყველი მისი მეორედ მოსვლისა თუ როგორ იქნება მეორედ მოსვლა და ამასთან ერთად ესე იგი ჩვენ კიდევ ერთი რაღაცა უნდა ვიცოდეთ რომ იესო ქრისტე კი მოვა მეორედ მაგრამ არა ისე როგორც მოვიდა პირველად როგორც ამოს იოანე ექროპირი არა მდაბალთა მოქმედი როგორც პირველად არა თუ ნავში მძინარე არა თუ დაღლილიან მოწყურებული არა თუ ვიზუს ჩოჩორზე მჯდარი არამედ ღრუბლის ეტლზე დაბრძანებული, არა მსაჯულის დალიჭთან მდგარი, დალიჭი საერთო სიტყვა ძველი ქართული სიტყვა და ნიშნავს სამსჯავროს. ანუ თვითონ იდგა სამსჯავროზე, თვითონ გაასამართლეს, ხო? არამედ სოფლიოს გამსჯელი და მებადურთათვის მსაჯულის უფლებამოსილების მიმნიჭებელიო და ამაღლებასაც რა თქმა უნდა ზნეობრივი მნიშვნელობაც გააჩნია. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ არა მხოლოდ მიწას, არამედ ვეკუთვნით ზეცასაც და ჩვენ უნდა ავმაღლდეთ ყოველგვარი ასე ვთქვათ, მიწიერზე და ყოველგვარ დაბალზე. თუ რამდენადაც მოვაკეთოთ ამას ყოველდღიური ყოველდღიური პროცესია, ხო ვთქვათ ეს. რა თქმა უნდა. საკუთარ თავზე გამარჯვება და ამაღლებისკენ სწრაფვა. მამა დავით, სარწმუნოების სიმბოლოში წამში ჩვენ ვკითხულობ და ამაღლდა იგი და დაჯდა მარჯვენით ღვთისა და მამის. აი როგორ უნდა გვესმოდეს ეს სიტყვა? რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესო კითხვა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ თუ უფალი ყველგან ყოფია მას მარჯვენა და მარცხენა მხარეები ვერ ექნება. მაგრამ მიუხედავად ამისა, წამში ეს სიტყვები გვაქვს. და რა ვიცი, მამები ბევრი რამ თქმა შეიძლება ამასთან დაკავშირებით, მაგრამ მაგალითად ამბობენ ასეთი განმარტება არსებობს ამ საკითხისა, რომელსაც მაგალითად იმპერატორი მართავდა ქვეყანას და მისი ვაჟი სრულწლოვანი ხდებოდა, ანუ მისი თანამმართველი იყო, მაშინ ხდებოდა განსაკუთრებული რიტუალი ინტრონიზაციისა სასახლეში, დაიდგმებოდა ორი ტახტი, ერთზე ჯდებოდა იმპერატორი, მეორეზე მარჯვენა მხარეს მისი თანამმართველი თუ მისი ძევინც იქნებოდა და მარჯვნივ ჯდომა იმპერატორის მსგავს ღირსებას და ძალაუფლებას მიუთითებს. ანუ ესე იგი, მისი მამის ძლიერების მარჯვენით დაჯდა ის ისეთივეს რო ყოფილი ესეთვე ერთარცია და ესეთვე დიდებულია და ისეთივე ძლიერია იესო ქრისტე, როგორც რა თქმა უნდა მამა ღმერთი და მხოლოდ ამას მიუთითებს და ამდენად აღნიშნული სიტყვები მამა ღმერთის და ძე ღმერთის თანაბარ ღირსებაზე და თანაბარ ძალაუფლებაზე მიუთითებს რა თქმა უნდა. და შემდეგ ჩვენ საინტერესოა თვითონ ის მომენტი რომ ესე იგი ლეონიდე ოქროპილიძე ბრძანებს ასე ძალიან საინტერესო სიტყვებს რომ ქრისტეს ამაღლების აზრიო იმაში მდგომარეობს რომ თუ ადრე კაცისათვის ზეცა სრულები დახშული და დაკეტილი იყო იესო ქრისტე ამაღლდა რა კაცობრივი ბუნებით გამოითხოვა მამისაგან რომ ჩვენ კვლავ გაგვიხსნა ზეცა ადამიანებს და კვლავ მასთან ერთად მოგვეცეს უფლება მარადიული ცხოვრებისაო. ამიტომაც აი ამ ამაღლებას ძალიან მნიშვნელობა აქვს და ეს არის პირობა თუ შეიძლება ითქვას კაცობრიობის სულიერი ამაღლებისა. დიახ. მამა დავით, აი მოციქულების მდგომარეობაზე მინდა კითხოთ. ჩვენ ვიცით თქვათ რა მდგომარეობაში არიან მოციქულები ჯვარცმამდე, ჯვარცმიდან აღდგომამდე, აღდგომის შემდგომ ამაღლებამდე და აი ამაღლების შემდგომ, როდესაც უფალი ფაქტობრივად მათ შორდება, ხო? დიახ, დიახ. ძალიან საინტერესო კითხვა მართლა ბრძანებით. რამდენად ეს მასთვის არის საინტერესო თქვათ შეიძლება იყოს მე კიდევ პირიქით სიხარულს გამოხატავენ და ძალიან საინტერესოა მართლა თქვენი კითხვის კონტექსტი ანუ ესე იგი ადამიანური თვალსაზრისით მათი თქვათ ადამიანი რომ უფალი მათთან ერთად იყო ამდენი ხანი მათთან იყო ასე ვთქვათ, 3 წელი მასთან ყოფებოდა, მას ხელით ეხებოდნენ, ესაუბრებოდნენ. მე რეგიონალურად წმინდა მომები რომ ამის შემდეგ დამთავრდა თქვა ეს პროცესი და უკვე უფალი უნდა მათ შეეცნოთ სული და ჭეშმარიტებით, მაგრამ რამდენად რთული პროცესი იყო მათთვის თუ პირიქით სიხარულის მომიჭებელი. სიხარულის მომიჭებელი ჩანს თვითონ ტექსტიდან, ეს სიხარულის ბრუნდებიან უკან და სწორედ ეს არის თქვენი კითხვის არსი, რომ ეს რანაირად ხდება. რა თქმა უნდა, საინტერესოა, იმიტომ რომ როგორც იქნა ნახეს თავისი აღმდგარი მასწავლებელი და რომელიც შორდება უკვე მას და ეუბნება რომ მე კი მოვალ, მაგრამ არ ეუბნება ზუსტ თარიღს, ხო, როდის მოვა. ასე რომ ერთი შეხედვით შეიძლება ჩვენ წარმოვიდგინოთ, რომ ამ დროს მოციქულებს პირიქით უნდა დადარდიანებული რომ როგორც იქნა ღირსად აღმდგარი მასწავლებელი შორდება, მაგრამ სინამდვილეში ესე იგი მოციქულებს ამ დროს დაეუფლათ სიხარული. სიხარული დაბრუნდნენ ისინი უკან. და რატომ წმინდა მომები აუბენ ამას, რომ პირველ რიგში მათი სიხარულის საფუძველი იყო ის, რომ იესო ქრისტე მათ უთხრა, რომ მე თქვენთან ერთად ვიქნები მარადიულად. ანუ კი არ გშორდებით, მარადიულად ვიქნები თქვენთან ერთად, რომ ეს დაშორება არ არის სინამდვილეში, ანუ მისი ამაღლება წასვლას კი არ ნიშნავს, არამედ მისი ამაღლება ნიშნავს ახალი მოლოდინის დასაწყისს. ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეს მოლოდინი არის ახალი აღთქმის ეკლესიის დაარსება, ანუ სული წმინდის მოსვლის მომენტი.
სულთოფენობის ბოლო დინში დატოვა მოციქულები და ამაზე უფრო მთავარი ჩვენი გადარჩენისა და ჩვენი ცხოვრებისათვის არის ის, რომ ამაღლების გარეშე ადამიანური ბუნება სულიწმინდის მადლს ვერ მიიღებდა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და განხრთობილი ადამიანი ჩვენ ვიცით, ხო, მომავალი ჩვენი არის განხრთობა და ამბობს რა თქმა უნდა ეკლესია, რომ განხრთობა ეს არის მაქსიმალური ძალისეებრი ქრისტესთვის მიბაძვა, ხო? რამენერად ჩვენ უნდა მოვახერხოთ ეს ადამიანება და ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ როცა განხრთობაზე ვსაუბრობთ, ორი მომენტი უნდა გავითვალისწინოთ. ეს არის პირველი, ეს არის განხრთობილი ბუნება ადამიანისა და მეორე ელემენტი ეს არის განმამხრთობელი ენერგია, ანუ სულიწმინდის მადლი. აი რაზე ჩვენ ვსაუბრობთ, ამის გარეშე რა თქმა უნდა ცხონება არ მოხდება და ესე იგი უფალმა კი გამოიხმო ადამიანი თითოეულ ჩვენთაგან უყოფელობიდან ყოფილობაში და მაგრამ ასე თქვა ჩვენ კი ვიცით რომ სამუდამო მყოფობა გვერგო ჩვენ აქედან გამომდინარე ადამიანის მაგრამ ეს სამუდამო მყოფობა როგორი იქნება და რა ნიშნით იქნება ეს ჩვენზეა დამოკიდებული თავისუფლებას რა თქმა უნდა თავისუფლება ანუ არჩევანი ჩვენია ხო არჩევანი ჩვენია და როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე რომ არჩევანი არის ჩვენი და ეს არის ჩვენი გადასაწყვეტი რომ ამის უფლებას გვიტოვებს ღმერთი რომ ღმერთს მივემსგავსები თუ არ მივემსგავსები ეს ჩემზეა დამოკიდებული აი ეს არჩევანი იმიტომ გვაქვს სწორედ რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია სულიწმინდის მადლის გადმოსვლაზე. რომ არ გადმოსულიყო სულიწმინდის მადლი, აი ეს არჩევანი ვერ გიხდებოდა და ვერ გვექნებოდა და სამოღვაწეო გზაზე ადამიანი ვერ შედგებოდა. თუნდაც უკვე გაკვალულ ქრისტესგან გაკვალულ სამოღვაწეო გზაზე ადამიანი ვერ შედგებოდა. დიახ, მამა დავით, თქვენ ბრძანეთ რომ ერთ-ერთი მხარე ამაღლების დღესასწაულის არსის არის ზნეობრივი მხარე. აი ეს თემა რომ განვავრცოთ თუ შეიძლება. ის რომ ადამიანი ეკუთვნის ამ ქვეყანასაც და ასევე ზედსაც და მატერიასაც და ვთქვათ ფიზიკურსაც და სულიერსაც. აი რას ნიშნავს, რას გულისხმობს ეს? რა თქმა უნდა, პავლე მოციქული ამბობს, ჩვენ მიწაზე ცხოვრობთ, მაგრამ ზედსაში მოქალაქეობთ ამაღლების შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი უნდა შეეცადოს გარეწმინდოს, რა თქმა უნდა, ყველაფერი იმისაგან, რაც მას უყალსაშორებს, ხომ და ამაღლდეს მიწაზე ვიცხოვროს, მაგრამ ზედსაში მოქალაქეობდეს. იყვნენ ადამიანები, რა თქმა უნდა, რომელსაც მიაღწიეს ყოველივე ამას და სხვადასხვის ძალიან საინტერესო კითხვა, ეგ თვითონ ჩანს ამაღლებასთან დაკავშირებით. გვახსოვს ჩვენ ალბათ ის მომენტი, როდესაც იესო ქრისტე ეუბნება, ასე ვთქვათ, მოციქულის უფეხები უნდა დაგბანოდო. დიახ. ხო? ესეც ხომარი გამოხატულება იმისა, რომ ეს ფეხთბანვა, ანუ როგორი მდგომარეობა ნახეთ, აი პეტრი ამბობს, რომ არ მინდაო, მე შენ არ მინდა რომ ფეხები დამბანო და იესო ატყვის, რომ მე მაშინ არ გიქნება ჩემთან და პეტრე ეუბნება რომ მაშინ დამბანე ხელების და თავიც და მაგრამ იესო ეუბნება რომ არა ესე იგი არ არის საჭირო მე მხოლოდ ფეხები უნდა დაგბანოთ აი როგორ განმარტავენ ამას ნახეთ აი მაგალითად რას ნიშნავს თითქოს ეს იესო ქრისტე ამით ეუბნება რომ მე თქვენი აზროვნება გამწმინდე უკვე მთლიანად და მხოლოდ ფეხები დამჭა დასაბანი და ეს ფეხები ზოგადად განმარტებელების აზრით არის სიმბოლო რაღაცის დასრულებადობისა. აი როგორ მაგალითად ნახეთ, ხო გვახსენდება ესეთი მომენტი იაკობი და ესავი რომ იყვნენ ძმები და როცა ესავი იბადებოდა თმიანობა არის ნება შემოსილობის სიმბოლო. და სადაც მთავრდება თმიანობა, კი იწყება თქვათ ნებისგან განძარცვულობა, ხო? და იაკობი ესავს მოეჭიდება ქუსლზე. ანუ ეხას ფეხია, ქუსლია, ხო, რომ ნება შემოსილება მთავრდება, იწყება უვნებობა, ხო? და ამით თქმა მინდა იცით, რომ თქმა უნდა უბრალოდ განმარტებლებს, რომ რადგან მაცხოვარი, ასე თქვათ, ეუბნება მოციქულებს, რომ მე მხოლოდ ფეხები დარჩა დასაბანი და მე მთლიანად ასე ვთქვათ, მე თქვენი ბუნება გავწმინდე, როგორც ჩანს, მაინც ბოლომდე რაღაც დარჩა მაინც გასაწმენდი მოციქულებში და მათ რატომ ეს აიდან ჩანს, თუნდაც ამაღლების დროსაც მოციქულები ქრისტეს პოლიტიკურ შეკითხვას უსვამენ. რომ როდის იქნება როდის მოაგებ მეორედ მოსვლასო იერუსალიმსო, ხო? და იმაში კი დაბანა იმ დროს ქრისტემ მოციქულეს ის ფეხი, რა თქმა უნდა, ანუ პირდაპირ გაგებით, მაგრამ სულიერი განწმენდა, ასე ვთქვათ, მთლიანი განწმენდა თუ შეიძლება ვთქვათ მოციქულებისა, იმ ფეხების დაბანაც და დამთავრება და სრულყოფა მოციქულებისა, რა თქმა უნდა, ამბობენ წმინდა მამები, რომ მოგვდასწრათ ამაღლების დროს და თქვენ როგორ ბრძანეთ, როცა ბრძანეთ, რომ აი გახარებულები რატო დაბრუნდნო, აი ესეც იყო მოციქულების სიხარული.
რომ საბოლოო განწმენდა მოხდა უკვე მათი ამაღლების დროს. აი ამ დროს სულიერად მოხდა თითქოს ის აი დარჩენილი ნაწილის განწმენდა, რაც არის დასრულებადობის სიმბოლო, რაც გამოიხატა ფეხებში და ქუსლში და აი ეს იყო ერთ-ერთი საფუძველი მოციქულების სიხარულისა. და ჩვენ ამიტომ დავაკავშირეთ ეს, რომ ეს რა თქმა უნდა არის ნეობრივი საფუძველი პირველ რიგში, რომ ადამიანი ასე უნდა შეეცადოს რომ მთლიანად განწმინდოს მისი ადამიანური ბუნება. მამედავით, ლიტურგიკული თვალსაზრისით თუ იცვლება რაიმე ამაღლებიდან სულთმოფენობამდე, ან პირად ლოცვებში, ვთქვათ, რა ცვლილებები არის, ჩვენ ვიცით რომ ვთქვათ, აღდგომიდან ამაღლებამდე პირად ლოცვებში არის ცვლილებები. იცვლება რა თქმა უნდა. მე უფრო უზეცად კაშინის მცემულო პირად ლოცვებში ეს ვიცით. სულიწმინდის მოხმობას რაც ნიშნავს. მოხმობას სულიწმინდის სულთმოფენობამდე ეს ვიცით მაინც არ იკითხებოდა. ის რა თქმა უნდა ღირსაცის ნაცვლად ეს იცვლება. რა თქმა უნდა ლიტურგიულ მსახურებაში არის ზეიმურობა, თავისი განსაკუთრებული მსახურების დამახასიათებელი ნიშნები და რა თქმა უნდა ყოველივე ამას თვითონ როცა თითოეული ადამიანი დღეს მიბრძანება ტაძარში თავის თვალით ნახავს რომ რა თქმა უნდა განსაკუთრებულად ცდილობს ეკლესია რომ წარმოაჩინოს დიდებულება ამ დღესასწაულისა. და რა თქმა უნდა დღეს ყველა ტაძარში არის საზეიმო მიმართულებით. ამაღლებიდან სულთმოფენობამდე რა ხდება წმინდა წერილი, ვთქვათ, აი ამ პერიოდის შესახებ რას გვაუწყებს? ეს არის როგორც გითხარით, აი მოლოდინი და ამ მოლოდინში იმყოფება მოციქულები. ეს არის ახალ დაახლოებით ისეთი მოლოდინი, როგორც მაგალითად ჩვენ გვაქვს დღეს ადამიანებს, ხომ ჩვენ ვიცით რომ უნდა მოვიდეს ქრისტე მეორედ, მაგრამ არ ვიცით როდის უნდა მოვიდეს. და მოციქულები კიდე ეროდებოდნენ უფალს და არ იცოდნენ როდის უნდა მოსულიყო, მაგრამ იცოდნენ რომ აუცილებლად მოვიდოდა ის. და რა თქმა უნდა ეს ნიშნავს იმას, რომ როგორც ჩვენ წეგავთქვით, ეს მოლოდინის სიხარული დაღავსებდა მათ და ეს დარწმუნებულობა იმისი, რომ იესო ქრისტეს ღმერთი მათ არ მიატოვებდა და სულიწმინდა გარდა მოვიდოდა მათზე, რა თქმა უნდა ეს იყო მათი სიხარული საფუძველი. ჩვენ თქვენ ბრძანეთ სწორად რომ 40 წლის განმავლობაში მაცხოვარი ასწავლიდა მოციქულებს სასופევლისათვის ცათა და ჩვენ არ ვიცით რა სასწავლიდა კონკრეტულად ეს არ არის წმინდა წერილში მოცემული, მაგრამ რა თქმა უნდა რაზე იქნებოდა საუბარი, რამაზე წარმოდგენა გვაქვს რა თქმა უნდა ეკლესიას, ეს იქნებოდა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები ადამიანის ხონებისათვის და ადამიანის ნეობრივი განვითარებისათვის და რა თქმა უნდა ახლა ეს 10 დღიანი მოლოდინიც არის როგორი მდგომარეობაცით რომ ესე იგი ეს მოციქულებმა იციან რომ სანამ სულიწმინდა არ გადმოვა მათზე იქამდე მათ მიერ ნაკადაგარ სიტყვას ძალა არ ექნება, საფრთხო ძალა არ ექნება. თუნდაც ამიტომაც ეს არის ეს 10 დღიანი მოლოდინი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ მოციქულების გარდა მრავალი ქადაგებდა აი მაშინ იერუსალიმში, მაგრამ მას სიტყვას ძალა არ ჰქონდა. იესო ქრისტეს კიდე ყველა უსმენდა და საფრთხო მადლით სანამ შეიჭრებოდნენ მოციქულები, იქამდე ქადაგებას არ დაიწყეს. ანუ ისინი თვითონ ამას ანიჭებდნენ ამ მოლოდინს ძალიან დიდ მნიშვნელობას, რომ ღმერთის ძალა მისცემოდა თავის სიტყვას და თავიანთ სიტყვას, იმიტომ იყო რომ მაცხოვარს ყველა უსმენდა და თქვა სხვა ამ ქადაგებლები, რომლებიც აი შეიძლება ცდილობდნენ იმას, რომ ადამიანების გულები დაეპყროთ. შეიძლება რომ აი ვერ აღწევდნენ თქო ისეთ შედეგს როგორც მაცხოვარი. ხო, ეს 10 დღიანი მოლოდინი არის რა თქმა უნდა უკავშირდება სწორედ ამას რომ მოვა მაცხოვარი, სექსუალიზმის მათი გადმოვა მათთან და ადამიანი უნდა ელოდებოდნენ და იყო იერუსალიმში. იერუსალიმი აგრეთვე არის წმინდა მომენტთან ადამიანის გულის სიმბოლო. იერუსალიმის არ უნდა დატოვონ, რომ სინამდვილეში შეხვედრა უფალთან ადამიანის გულთან გულში ხდება. ეს არ ქონდა ბიოლოგიური გული არ არის რა თქმა უნდა, ხო? და ეს ყოველგვარი მადლი და ყოველგვარი სასოება და ჩვენ გაგოსინა უფლის მიმართ შეხვედრის ადგილი რა თქმა უნდა არის ადამიანის გული და აი მოციქულები როგორც ჩანს ასე ვთქვათ ცდილობდნენ რომ ეს ყველაფრისთვის მომზადებული ყვენა მათი დღის განმავლობაში და რაც შეეხება კიდე ერთი მომენტი გვაქვს რომ აი მაგალითად როდესაც არის საუბარი იმაზე რომ ესე იგი ჩვენ რა თქმა უნდა საუბრობთ რწმენაზე იმ რწმენაზე რომელიც უნდა გაცდიერებულიყო რომელსაც უნდა მიეცემოდა საფრთხო ძალა და რომელსაც უნდა მოექცია მთელი სამყარო და დღეს როდესაც ჩვენ ხვდებით ადამიანებს ხო აი რომლებიც მაგალითად დღეს ეკლესიაში ვერ მივიდნენ ხო რომლებიც ვერ აცნობიერებენ მაგალითად ევანგელიის დღესასწაულის მნიშვნელობას ამის გამოსვლების მნიშვნელობას მაგრამ ასეთ ადამიანებმა შეიძლება გვიწყდეს ასეთი რაღაცა რომ მე მწამს ღმერთი ხო და რაში გამოიხატება და შეიძლება თქვა რომ ამისათვის არის ეკლესია საჭირო მე ხომ წამს ღმერთის ასე ამბობს ზოგიერთი ხო და ამიტომაც ჩვენ ასეთ ადამიანებს უნდა უთხრათ დღეს რომ ეს არ არის მთავარი
ეს არის არკმარა, სიტყვები მარტო მწამს არკმარა, იმიტომ რომ თავარია ვიცოდე რისი მწამს და ჩემი რწმენა არის თუ არა მართალი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რაღაცის მწამს გასაგებია, ხო? ჩვენ მაგალითად, როდესაც ვიცახით რომ მწამს ღმერთის, ჩვენ ზოგადად კი არ ვეფუძნებით რაღაცა თეოლოგიურ დოქტრინებს და იმას კი არ ვამბობთ, რომ იმიტომ მწამს ღმერთი, მხოლოდ და მხოლოდ რომ სამყარო თავისით ვერ შეიქმნებოდა და ასე შემდეგ. არამედ ჩვენ ვიცით რომ ჩვენ მწამს ქრისტე, რომ და ჩვენ ვიცით რომ ჩვენ მწამს კონკრეტული ქრისტე, რეალური ქრისტე, ნამდვილი ღმერთი, ნამდვილი ადამიანი, რომელიც თვითონ მოვიდა თავის დროზე ჩემთან, როგორც ადამიანთან და თვითონ დამელაპარაკა და დღესაც განაგრძობს ჩვენთან საუბარს. მამა დავით, ერთია ვთქვათ ადამიანთა ის კატეგორია, რომელიც თulis რომ ღმერთის წამს და ეკლესია ამისთვის არ ჭირდება, ვთქვათ რომ ღმერთთან კონდეს ურთიერთობა, მაგრამ მეორე არის ვთქვათ ადამიანი, რომელიც უწოდებს თავის თავს მრევლის წევრს. და აღდგომის შემდგომ აი ვთქვათ დიდ მარხვაში ესეთი მოშურნეობით სულისკვეთებით გამოირჩევა და აღდგომის შემდგომ რაღაცნაირად უნელდება ეს სულისკვეთება და ჩვენ ხედავთ ხოლმე რომ ტაძრების შედარებით ნუ ხა ცარიელი არ არის შეიძლება მაგრამ ის რაც ხდება ვთქვათ დიდი მარხვის განმავლობაში ტაძრებში და ისეთი ბევრი ხალხი ვთქვათ ლოცვაზეც წირვაზეც შემდგომ უკვე კვირაცხოვლობის შემდგომ ეს სულისკვეთება თითქოს ფერმკრტავდება და ნელდება და ამიტომაც ამიტომაც იწყება განსაცდელები ადამიანის ცხოვრებაში და მე ადამიანები ამბობენ რომ რატო ხო ამით თითქოს ყველაფერს ვაკეთებ მარხულობ ლოცულობ გარეგნულად და რატომ ვარ ასეთ განსაცდელი ეს ყველას გვემართება მე მგონი ანუ ჩემ თავზე ვიტყვია ყველას გამოგვიცდია რა თქმა უნდა აი და ამიტომაც მე ადამიანის ცხოვრებაში გადაულახავი განსაცდელებია და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმიტომ რომ ჩვენ გვმართებს რომ ან ვიყურთ თბილი ან გრილი ხო ეს ნელთბილობა რომ აი ისეთი მდგომარეობა რომ ეს როგორც აი განსაშილად მიმავალ ქრისტეს კი მიყვებოდა პეტრე მაგრამ შორი ახლო მიყვებოდა პეტრეს ვერ ეტყოდი რომ არ მიყვებიო ისე როგორც ამ ადამიანს ვერ ეტყოდი რომ არ ლოცულობ მაგრამ ბოლომდე მასთან არ იყო ხო რაღაც შორი ახლო იყო და ჩვენ განსაცდელები ვახსენეთ რომელიც შეიძლება მართლაც ადამიანს დაეუფლოს იმ შემთხვევაში როდესაც ასე განელდება მისი სულიერი სწრაფაუფლისადმი და ეს გარეგნული მწუხარებები და გარდაუვალი ცოდვიდაცემები მოყვება ამას თუ რა თქმა უნდა ადამიანი როგორც გაშორდა მაგრამ ვინც საკუთარ თავში კიდევ ერთხელ ვამბობთ რომ ამაღლებულ ქრისტეს დაინახავს და დღეს ამაღლება ნებისმიერი სახის უბედურება რომ დაატყდეს და მთელი მსოფლიოს უწმინდურება რომ შეაერაღდეს მის წინააღმდეგ ის მაინც არ შეიყევა რადგან ასეთი ადამიანი დარწმუნებულია იმაში რომ ჩვენი საცხოვრებელი სინამდვილეში არის ზეცაში და ჩვენი საცხოვრებელი არის იქ სადაც არის ქრისტე იმიტომ რომ ვერაფერი ამას ვერ მოერევა აი როგორც ამბობს მაგალითად რომელთა ეპისტოლეში წერია ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამისანი მერმის ამისანა დიდებისა რომელი გამოჩინებათ არ ჩვენ დამომართ ანუ არაფერი არ ღირს ამათ იმ დიდების დაკარგვად და ვერაფერი ვერ შეედრება იმ დიდებას რომელიც ვერ მოგველის ჩვენ და ვერანი განსაცდელი ამას რა თქმა უნდა ვერ დაამარცხებს და ამიტომაც ზეიმობთ ჩვენ დღევანდელ დღეს რომ ჩვენ ვიცით რომ იესო ქრისტეს პიროვნებაში ღმერთმა მთელი კაცობრიობა მიიღო და ყველა გზა რომელიც ჩვენ გვაშორებდა უფალთან გაიხსნა და ასე ვთქვათ ყველა გაყოფილი გზა რომელიც ღმერთსა და ადამიანს შორის იყო შეერთდა და გაერთიანდა. დიახ, მამა დავით, აი ამაღლებულ ქრისტეს დავინახავთ კი ჩვენს თავში, თუ კი ჩვენ ვერ ვიაზრებთ დღესასწაულის არს, არ ვიცით, არ გვაქვს რაღაც ელემენტარული საღვთისმეტყველო ცოდნაც კი ამ დღესასწაულის შესახებ და თავს უწოდებთ მორწმუნე ქრისტიანებს და თქვათ ვესწრებით წირვებს. რა თქმა უნდა, ესე არ მოხდება, იმიტომ რომ ქრისტიანობა არის ცნობიერი სარწმუნოება და ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ ყოველ იმას რა გვწამს და როგორ და დღეს ამის შესაძლებლობა ნამდვილად არსებობს ვერავინ ვერ იტყვის დღეს რომ მას უნდა რამის გაგება და ამის შესახებ ინფორმაცია ვერ მოიძია. დიახ, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხომ კიდევ ერთხელ გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს ჩვენს მაყურებელსაც და მადლობას მოგახსენებთ და ერთგვარი შეჯამების სახით რამდენიმე სიტყვით კიდევ ერთხელ დღესასწაულის არსზე მოკლედ რომ გითხრათ, სულ 1 წუთი დაგვრჩა. კი ბატონო, ესე იგი მადლობა ამ საშუალებისათვის რომ დღეს მომეცამართაც ამ შვენიერ დღეს თუმცა შემოვლისათვის და მთელი საქართველოსათვის მიგვალოცა დღევანდელი დღე და შეგვეხსენებინა თქვათ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მაგალითად ჩვენთაგანისათვის ამაღლებას ამ დღეს ესე იგი ჩვენ კვლავ პავლე მოციქულის სიტყვები მინდა გავიხსენო რომელიც ამბობს რომ ჩვენ ზეცაში მოქალაქეობთ უკვე ეს ნიშნავს იმას რომ მასხურის ამაღლებით საბოლოოდ გაცხადდა და საბოლოოდ გაფორმდა ადამიანის მოქალაქეობა ზეცაში
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი მაცხოვა, როდესაც განკაცდა ადამიანების გამოსახსნელად, ეს გულისხმობს იმას, რომ როდესაც მაცხოვარი ამაღლდა სინამდვილეში, ასე ვთქვათ, ანუ რომ განკაცდა ჩვენს გამოსახსნელად, მიწაზე კი არ დარჩა, არამედ ზეცად ამაღლდა. და როცა ამაღლდა ზეცად, ასე ვთქვათ, მთელი კაცობრირი ბუნება მიიღო მან ჩვენ ვიცით და ამ ბუნების მამის წიაღში შეყვანებას დღესასწაულობთ დღეს. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური დეკანოზი დავით თავაძე საუბრობდა სტუდიაში. ახლა არის 7 გზის ლოცვის დრო, მოვისმინოთ ლოცვა 9 საათზე და დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში დაგველოდეთ. ამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათაშინა, წმინდა იყავ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავ ნება შენი, ვითარცა ცათაშინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა, მომეც ჩვენ დღეს და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვითარცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. რამე თუ შენი არს სუფევა, ძალი და დიდება, მამისა, დაძისა და წმინდისა სულისა, აცდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. მიწყალე ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უჯულოებაი ჩემი. უფროს განბანე მე უჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან გამწმინდე მე. რამე თუ უჯულოებაი ჩემი მე უწყი და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. შენ მხოლოსა შეგწოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ, რათა განმართლე სიტყვათაგან შენთა და ზლოს ჯასა შენსა. რამე თუ ესე რა უჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშამე დედამან ჩემა. რამე თუ ესე რა ჭეშმარიტება შეიყვარე, უჩინონი და დაფარონი სიბნისა შენისანი გამომიცხადენ მე. მას ხორო მე უსუბითა და განწმინდე მე. განბანო მე და უფროს თოვლისაგან სპედაკნე, მას მინო მე გალობაი და სიხარული და იხარებდნენ ძვალნი დამდაბლებულნი. გარე მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველი უჯულოებაი ჩემი ახოცე. გული წმინდა დაბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გვამსა ჩემსა. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმინდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. მომეცმე სიხარული მაცხოვარებისა შენისა და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. ვასწავლე უჯულოთა გზანი შენი და უღმრთონი შენ და მოიქცენ. მიხსენ მე სიცხთაგან ღმერთო, ღმერთო ცხოვრებისა ჩემისაო. იხარებდეს ენა ჩემი სიმართლესა შენსა. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახვენ და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. რამე თუ უკეთუმცა გენება, მსხვერპლი შემცა მეწირა, არამედ საკვერთხი არ აქთნდეს. მსხვერპლი ღმრთისა არს, სული შემოსრული, გული შემოსრული და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხყოს. კეთილი უყვა უფალო ნებითა შენითა სიონსა და აღეშენენ ზღუდენი იერუსალიმისანი. მაშინ გთნდეს მსხვერპლი სიმართლისა შესაწირავი და ყოვლად დასაწველი. მაშინ შესწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზვარაკნი. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა,
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო. ალილუია, ალილუია, ალილუია. დიდება შენ და ღმერთო ჩვენო, დიდება შენ და. ღვთისმშობელო ქალწულო გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ უფალი შენთანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა. რამე თუ მაცხოვარე გვიშევ სულთა ჩვენთა. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. უფალო დიდება შენ და გადაარჩინე და განთლიანე საქართველო. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ გადაცემას თბილისის საკონცერტო დარბაზში. დღეს გელოდი ფოცხიშვილის 80 წლის იუბილეისადმი მიძღვნილი გრანდიოზული გალა-კონცერტი გაიმართება. თემაზე სასაუბროდ შემოგვიერთდა სამეფო ნაციონალური ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი გელა ფოცხიშვილი. მოგესალმებით ბატონი. მოგესალმებით, მოგესალმებით. გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს, საუფლო დღესასწაულს. თქვენ და სრულიად საქართველოს ამ ძვირფას და რა ვიცი დღესასწაულს, რომელიც ყველა ქრისტიანისთვის მადლიერი არის და უნდა იყოს. დიდი მადლობა, ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ასევე თქვენთვის, თქვენი ოჯახისთვის, ქართული ქორეოგრაფიის ლეგენდის გელოდი ფოცხიშვილის იუბილეისადმი მიძღვნილი გრანდიოზული კონცერტი იმართება და პირველ რიგში მინდა გკითხოთ სამზადისი როგორი არის, ვინ მიიღებს მონაწილეობას და რას ნახავს დღეს მაყურებელი? სამზადისი არის მძაფრი, უკვე გადავიარეთ, აღარ ნერვიულობთ, იყო ნერვიულობები. უპირველესად მონაწილეობას მიიღებს სამეფო ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო დასი, ჩემი ხელმძღვანელობით და ქალბატონი მაია კიკნაძის ჩემი მეუღლის ხელმძღვანელობით. სანამ გადავალთ იმ თავარ მოვლენაზე, მანამდე მინდა რომ იქნება წარმოდგენილი ბატონი გელოდის ნახევარსაუკუნოვანი დადგმები, რომელიც აღვადგინე მე და ჩემეული ვერსიებით წარმოვაჩენდა. აი, მთავარი რაც იქნება ის, რომ გიორგი გაიბრწყინებს დღეს საკონცერტო დარბაზის სცენაზე. ჩვენი მფრინავი გიორგი ფოცხიშვილი, რომელსაც ვახტანგ ჭაბუკიანს ადარებენ. ხო, არა მარტო ვახტანგ ჭაბუკიანს, რა თქმა უნდა, სასიამოვნო არის. იმ ძველ კორიფეებს ადარებენ, ალბათ მოწყურებული იყო საზოგადოება მსგავსი ტიპის ქართველი და ქართული ესეთი ენერგიული მოცეკვავის ხილვა. და ეს რაღაცა აღმოჩნდა, მადლობა უფალს, რომ ჩვენს ოჯახში მოხდა ეს და იქ დაიბადა და ვარ ბედნიერი. გიორგი იბწყინებს, ნამდვილად ვიცი, დღეს არა როგორც მამა, მე ყველაზე დიდი კრიტიკოსი ვარ და როგორც ერთ-ერთი რიგითი ქართველი, ასევე ანა ციგანკოვა არის ჩამოსული, უკვე ჩამოვიდნენ ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის პრიმა ბალერინა ანა ციგანკოვა, ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის მთავარი სოლისტი გიორგი ფოცხიშვილი და სამეფო ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო დასი და ჩვენ ყველა ვიქნებით ჩართულები. გალა იქნება ესეთი, რომ მიმყავს მე ვიდეოთი და ასევე ბატონ გელოდის მონიტორზე და საინტერესო ფორმა იქნება. ესეთი ტანდემი გვაქვს და საუბრობთ
განვლილ წლებზე ბატონ გელოდიზე მოგვიყევით. ჩვენ რა თქმა უნდა ვიცით მის შესახებ, ბევრი ვიცით, ქართული ქორეოგრაფიის ლეგენდა. ამავდროულად ის იყო ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი და კიდევ მრავალი რეგალია აქვს. მის პიროვნებას რა ჩამოთვლის ცოტა არ გვეყოფა მე მგონი ჩვენი გადაცემის ფორმატი მართლა ძალიან ბევრი რეგალია აქვს მაგრამ აი მის პიროვნებაზე რომ ვკითხოთ რამდენი პიროვნება ძალიან კეთილი ადამიანი უპირველეს ყოვლისა დიდი შემომქმედი ნოვატორი რომელმაც მართლა თავისი ხაზი გაატარა ქართულ ქორეოგრაფიაში მართლა ნამდვილად ბედნიერი ვარ რომ ჩვენთან ხდება ეს ჩვენს ოჯახში და ჩვენ ვაგრძელებთ ამ ხაზს იმიტომ რომ ეს არის სოფლიო შკალაზე ესეთი მაღალი ხაზი რომელიც ბატონმა გელოდიმ დაუტოვა საქართველოს დაუტოვა ყველას და მთავარი რაც გააკეთა სწორედ ამ გენეტიკა მიფეთქა ალბათ გიორგიში და ნუ იქ ფეთქვა ხო გიორგიში მთავარი რაც გააკეთა ის რომ აი გავცელა ოჯახში აი ეს ყველაფერი და ალბათ ნაფიქრი ქონდა რა ამაზე რომ ოჯახში თუ გაავრცელებდა მაშინ დატოვებდა უფრო მყარად ქვეყნისთვის ამ ყველაფერს და ქვეყანას და ხალხს დაუტოვებდა და ესეც მოხდა მე ვფიქრობ რომ ეხლა რო გვიყურებდეს იქნებოდა ძალიან ბედნიერი ამაყი იმიტომ რომ მე ვთვლი რომ ძალიან მაგრად ვაგრძელებთ მის დანატოვარს იმიტომ რომ სოფლიოში გვაქვს 200-250 კონცერტი წელიწადში სადაც ბატონი გელოდის დადგმები არის და ასევე გიორგი ასევე ჩვენ მთელი ოჯახი ასევე ნიკუშა ჩემი მეორე შვილი რომელიც ასევე აგრძელებს ამ საქმიანობას რაც შეეხება ძალიან კეთილი ადამიანი იყო ძალიან დიპლომატი არ გაწყენინებდა გეტყოდა მოგეფერებოდა ესე იგი აქამდე თვითონ თავისი მხრებით ესეთი სიყვარულით მოფერებით მოგვიყვანა და მოიტანა ხელოვნება დღემდე და ვისე წავიდა მაინც თქვა რომ მე ბედნიერი ვარ რომ შენ გააკეთე ის რასაც მე ამდენი წლის მანძილზე ვფიქრობდიო და ცრემლები წამოუვიდა ბოლოს 60 წლის იუბილეზე, როდესაც უკვე ნახა ეს შემაჯამებელი თავისი შემოქმედებითი 60 წლის განვლილი გზა. დიახ, ბატონო გელა ძალიან რთული ალბათ რომ იყო ერთდროულად ძალიან ძლიერი მოცეკვავე ქორეოგრაფი, არაჩვეულებრივი პიროვნება და ამავე დროს პედაგოგი, მასწავლებელი, როდესაც შენ შეგიძლია რომ ეს რაც იცი სხვას გადასცე. მეტეხი არის ხო ქორეოგრაფიული ანსამბლი დაფუძნებული ბატონი გელოდის მიერ. აი ეს გზაც თქვათ მისი როგორც პედაგოგის, მისი როგორც მასწავლებლის რომ შეგვახსენოთ. იცი ხდია 1978 წელს ფილარმონიაში სახელწოდებით მეტეხი დაარსა მეც მაგის მონაწილე ვარ და იქ გავიზარდე როგორც პედაგოგი ნამდვილად. აი თუ კონცერტზე რაღაცა არ მოეწონებოდა შენში, იმ წამს არ გეტყოდა. გეტყოდა რომ ეს არის კარგი. აი ყოჩაღ, მაგრამ მეორე დღიდან იწყებდა ნელ შეტევას. აი იქ ხო არ გეცადა ესე, ხო არ ესე გაგეკეთებინა, აი მოდი აბა ვნახოთ და გაყვარებდა, არ გაზიზღებდა ქართულ ქორეოგრაფიას, ანუ საცეკვაო ხელოვნებას და ესე სიყვარულით ის იყო ყველას მეგობარი. აი ჩვენ ბოლოს ვხუმრობდით რომ ადამიანს ასაკი არ აქვს. დახეული ჯინსებით მოვიდო და 5 წლის ბავშვი თავის ვაი ესეთი 5 წლის ბავშვის ენაზე დაელაპარაკებო და არ ქონდა ზღვარი დიდსა და პატარას შორის და არც თავის სიდიდესა და ვიღაცის განვითარებას შორის რომ უნდა განევითარებინა მასთან ვერ იგრძნობდი რომ ის იყო რაიმე განდიდების მანით ან ამითი შეპყრობილი ესეთი პატარა ბავშვით შეიძლება გონებოდა რომ საერთოდ არაფერი არ იცის ვინ არის ვერ მიხვდებოდი ანუ არ ქონდა აი ეს ის და ეს იყო ძალიან ეს არის თავდაბალი ადამიანი იყო ძალიან და ამბობს კიდევაც რაღაც ისეთ მესიჯებს რომელსაც გავაჟღერებთ ხო თქვენ ფორმატი ახსენეთ რა ძალიან საინტერესო იქნება ალბათ როდესაც გეგმავდით ამ ღონისძიებას ითვალისწინებდით ბატონი გელოდი რა სიტყოდა ვთქვათ ამა თუ იმ მონაკვეთზე თუ ეპიზოდზე ამ ღონისძიების თავისთავად რასაკვირველია იცოდა მან რომ ესე რაღაცას რო
აკეთებდი. მოდი რა, არ უნდა მოხვიდე, არ უნდა გავიაროთ, რას აკეთებ? მე ხო უნდა ვიცოდი, არა? და აქონდა ესეთი რამე, რომ გაძლევდა პლაცდარმს. თავისუფლებას. მიდი გააკეთე. არა უშავ, შეგეშალოს, გააკეთე. რო შეგეშლება, მე მიხვდები, რომ სხვანაირი ფორმით უნდა შეხედო, გააკეთე. ანუ არ გქონდა ამის შიში და დღესაც მე ვფიქრობ, რომ არა, მოეწონებოდა ნამდვილად, იმიტომ რომ ზუსტად მის პულსზე მოქმედებ, ესე ვთქვათ, რაც მას მოეწონებოდა და გაუხარდებოდა. ეს გენეტიკა და ნიჭიერების ზეიმი გრძელდება თქვენს ოჯახში და გიორგიზე რამდენიმე შეკითხვა რომ არ დაგისვათ. რა თქმა უნდა, არ შეგვიძლია ჩვენ ვიცით, რომ ქართული, ესე იგი, ქორეოგრაფიიდან, ქართული ცეკვიდან მივიდა გიორგი საბალეტო ხელოვნებაში. ეს მაინც იშვიათია, ხომ? თუ აი, ამის პრაქტიკა არის ხოლმე? პრაქტიკა არის ძალიან როგორ გადაწყვიტა ეს? იმიტომ რომ მაინც რატომღაც საქართველოში თითქოს მამაკაცები იშვიათად ირჩევენ საბალეტო ხელოვნებას თავისი კარიერისთვის. სამწუხაროდ ესე არის. ნუ მაგი გლობალური საკითხია, რატომ ირჩევენ იშვიათად და რა ხდება? გიორგის შემთხვევაში რა მოხდა ეს გვაინტერესებს? შემთხვევაში დაიწყო ცეკვის აკადემიაში ჩვენთან, რომელიც ჩვენ დავაარსეთ. შემდგომ ნუ ამოწურა ეს რაღაცა ქართული ფოლკლორისის. შემდგომ მე თვითონაც ისეთი გზა გავიარე საცეკვაო, რომ მინდოდა რომ რაღაცა უფრო სხვა საფეხურზე ეცადა ბედი და რომ შევხედეთ ახლა მეც და ქალბატონმა მაიამაც დედამისმა ვთქვით ერთიანად, რომ მოდი რა გავაგზელებინოთ ცოტა კლასიკური განხრით და მივიყვანეთ 2 წელი ტიროდა. არ მინდა მე აქ სუგოგოები არიან და მე ძალით ატარებდი? არა, ძალით არ ვატარებდი. იქ პირნათლად ასრულებდა თავის საქმეს. მაგრამ მაინც რაღაც ჰქონდა ცოტა პროცესი. ქართული ცეკვიდან როდესაც გადავიდა და დადგა კიდე ხელმეორე ძელთან და ჩვენ ცოტა დაბალი კლასიდან დავაწყებინეთ, ეს დისკომფორტი ჰქონდა, მაგრამ დაძლია როგორც აი იმ წამიდან დაძლია და ჩქარჩქარა დაძლია ყველაფერი ზუსტად ესე ჩქარჩქარა დაძლია ამსტერდამის უნივერსიტეტში ცეკვისა და თეატრის უნივერსიტეტში შემდგომ ჯუნიორ ბალეტში შემდგომ უკვე ცენტრალურ და როგორ ხდებოდა აი ამ მაღალი კლასის სასწავლებლებში ეს მისი ნიჭიერებიდან გამომდინარე ვთქვათ ესე რაღაც კონკურსები იყო კონკურსების გზით არა მოხდა გაცვლითი პროგრამები მისი გაცვლითი პროგრამა ელენე გლურჯიძესთან ერთად ლონდონში. შემდგომ ელენემ რაღაცა ვიდეოები თავის კოლეგებს გაუგზავნა და აქედან მოხდა ის, რომ გიორგიზე გამოთქვეს სურვილი, რომ დიდი სიამოვნებით მივიღებდით ამსტერდამის უნივერსიტეტში და всё დავიწყეთ აი ამ ეტაპზე მისი კარიერა რა ეტაპზეა და რა ვთქვათ დონეზეა უკვე თავარი სოლისტია ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის აღარაფერი აღარ არის პლუს ამას კი მაქვს აკრძალული მაგრამ მითხრა რომ მიიღო ესე იგი ისეთი კონტრაქტი ზუსტად 1 თვის წინ ეს არავინ არ იცის რომ მუდმივი კონტრაქტი მიცეს შეუძლია რომ 2 წელი თეატრში არ მივიდეს და პრაკატი ესე ვთქვათ გაქირავება გააკეთოს თავისი თავის და სხვა თეატრში იყოს და თეატრი გადავხდე ეს ხდება 12 წელიწადში ერთხელ დიდი რანგის თეატრებში და გიორგის შემთხვევაში მოხდა რამოდენიმე წელიწადში. დიახ, ჩვენ იმასაც ვიტყვით რომ ბილეთები დღევანდელ ღონისძიებაზე აღარ არის ფაქტობრივად და ძალიან ბევრი ადამიანია ვისაც უნდა გიორგი ფოცხიშვილის ნახვა სცენაზე. აქ საქართველოში ვისაც არ აქვს საშუალება ვთქვათ რომ უცხოეთის სცენებზე იხილოს. ვიცი რომ 4 ივლისს არის კიდევ ერთი ღონისძიება, სადაც შესაძლებელი იქნება გიორგი ფოცხიშვილის ნახვა. ამაზეც რამდენიმე სიტყვით რომ გითხრათ და დავასრულოთ ჩვენ საუბარი. იმითი რომ ბილეთები არ არის ვარ დამძიმებული თქვენთანაც ხო ვარ შერცხვენილი რა ვქნა. ესე მოხდა გარდა დღევანდელი დღისა ესე იგი 4 ივლისს ოპერისა და ბალეტის თეატრი ატარებს ქალბატონი ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით ბალეტის ფესტივალს, ბალეტ ფესტს, სადაც არის მრავალი სპექტაკლი და კონკრეტულად 4 ივლისს გიორგი იცეკოს ბაიადერას, მისი ბილეთები უკვე დევს, თუ ეს რეკლამა არ არის, მაგრამ ძალიან ცოტა დარჩა, ნამდვილად გუშინ დაიდო და აი ფაქტიურად აღარ არის, თუ ვინმე ხა მოასწრებს და შეძლებს შეუძლია რომ სალაროში ან
ინტერნეტ სივრცეში იყიდოს ეს ბილეთები. მე მგონი ტიკეტჯიძე იყიდება თუ არ დიდი მადლობა ბატონ გელა, წარმატებას გისურვებთ. დღეს გრანდიოზული ღონისძიება გაიმართება, რომელიც მიეძღვნება გელოდი ფოცხიშვილს და მადლობა რომ გამონახეთ დღევანდელ დღეს ასეთ რთულ დღეს თქვენთვის. ჩვენთან მობრძანება და საუბარი. დიდი მადლობა. სამეფო ნაციონალური ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ბატონი გელა ფოცხიშვილი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ეროვნული არქივი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისთვის ემზადება. 1 ივნისს პატარებისთვის ყველასათვის საყვარელი ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენება გაიმართება. ჩვენი ჟურნალისტი ნინი გელაშვილი ჩაგვარდება ახლა სწორედ ეროვნული არქივიდან. დილა მშვიდობისა ნინი, მოგესალმებით. ნინი გესმის ჩვენი? დილა მშვიდობისა. ჩვენს პატარა მაყურებელს წინასწარ მიულოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ჩვენს მაყურებელს ვეტყვი, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1925 წელს ჟენევაში ბავშვთა კეთილდღეობისადმი მიძღვნილ კონგრესზე დაფუძნდა და მას შემდეგ მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აღინიშნება. საქართველოც ყოველწლიურად უერთდება ამ თარიღის აღნიშვნას არაერთი შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებით. მე ახლა ეროვნულ არქივში ვიმყოფები და თქვენთან ერთად გავიგებ თუ როგორ ემზადებიან აქ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისთვის. ჩემთან ერთად ახლა იმყოფება ეროვნული არქივის კინოფოტოფონო დოკუმენტების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი კაკაბაძე. მოგესალმებით ბატონო გიორგი. მოგვიყევით როგორ ემზადებით ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისთვის. დამეთანხმებით ალბათ რომ ეროვნული არქივის მემკვიდრეობა საკმაოდ მდიდარია ზოგადადაც და ანიმაციების მხრივ. მოგესალმებით. ჩვენ უკვე ტრადიციად გვაქვს ქცეული, რომ ამ დღეს ჩვენს პატარა მაყურებელს მას პრინცლობთ ხოლმე ჩვენს კინოდარბაზში და უჩვენებთ იმ ანიმაციურ ფილმებს, რომელიც ინახება ჩვენს არქივში, ჩვენს კოლექციებში. ანიმაცია, ქართული ანიმაცია განსაკუთრებულად საინტერესო მოვლენაა ქართულ კინო მემკვიდრეობაში და ჩვენთვისაც არის პრიორიტეტული ამ ფილმებზე მუშაობა, მისი რესტავრირება და ვთქვათ ახალი მეორე სიცოცხლის შეძენა. შესაბამისად წლებია ჩვენ ამ საქმიანობით ვართ დაკავებულები. პარალელურად მხატვრული კინოსი, დოკუმენტური კინოსი, რაც ასევე მრავლად არის ჩვენს კოლექციებში, გვაქვს ანიმაციური ფილმები და ვცდილობთ რომ ყოველ წელს არა მარტო ვთქვათ 1 ივნისს ზოგადად რომ ქართველ პატარა მაყურებელს მოუწყოთ ხოლმე ასეთი ტიპის ჩვენებები და ვანახოთ ეს ანიმაციური ფილმები იმ ხარისხში, რომელ ხარისხში ვთქვათ არდევს ზოგადად სხვადასხვა ვებ პლატფორმაზე და შესაბამისად არის ძალიან დიდი ინტერესი. თავისთავად ეს ჩვენი ღონისძიება არის თავისუფალი დასწრებით, როგორც ყოველთვის და ნებისმიერ მსურველს მშობელს შეუძლია მოიყვანოს შვილი და აყურებინოს ნამდვილად გამორჩეულ ქართულ ანიმაციის ნიმუშებს და მიიღონ სიამოვნება. სულ რამდენი ანიმაცია გაქვთ შერჩეული? ამ ჩვენებისთვის გვაქვს 50 წუთიანი სეანსი, ეს არის 5 ანიმაციური ფილმი. ჩვენ ვცდილობთ ხოლმე რომ იყოს სხვადასხვა პერიოდის ფილმები, მრავალფეროვანი რო იყოს რეტროსპექტივა, იყოს სხვადასხვა პერიოდი, სხვადასხვა ავტორი. სხვადასხვა ავტორი ნიშნავს იმას, რომ არის სხვადასხვა სტილი, მხატვრობის სტილი, თვითონ დრამატურგიული სტილი და არ იყოს ერთფეროვანი. ყოველთვის ვცდილობთ რომ მე-20 საუკუნის სხვადასხვა ათწლეულებიდან ავიღოთ ხოლმე ეს ქართული ანიმაციის ნიმუშები, რა თქმა უნდა, წელსაც ასე მოვიქეცით და იქნება ვთქვათ 70-იანი წლების, 60-იანი წლების და 90-იანი წლების ნამუშევრებიც და ამ ხრივაც არის ვთქვათ საინტერესო ამ ქართული ანიმაციის განვითარება როგორ ხდებოდა მთელ ამ პერიოდში. საინტერესო პატარების მხრიდან დაინტერესება როგორია ხოლმე, რამდენად მოსწონთ, იმიტომ რომ დამეთანხმებით რომ ანიმაცია მუდმივად ვითარდებოდა და ახლანდელი თაობა ალბათ განსხვავებულ და შედარებით უფრო განვითარებულ ანიმაციებს უყურებს ხოლმე და რამდენად მოსწონთ და აინტერესებთ. მინდა გითხრათ რომ ძალიან დიდია დღეს ანიმაციის თემა ზოგადად ვებ რესურსებზე, ტელეარხებზე და ეს ფილმები არის ჩაკარგული ქართული ფილმები რამდენიმე მიზეზის გამო. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის რომ არის უხარისხო ასლები და ბავშვს უნდა ანიმაციას რატომ უყურებს, ფერადი უნდა იყოს, კარგად უნდა ესმოდეს ხმა და კომფორტული საყურებელი უნდა იყოს. ამიტომ ეს ქართული ანიმაციები ამის გამო არის რაღაცნაირად მივიწყებული და ნაკლებად ყურებადი, როცა ამდენი ზღვა მასალა შემოდის თქვათ უცხოური ანიმაციების სახით. და აი ეს საშუალება, რასაც თქვათ ჩვენ ვთავაზობთ ხოლმე, ხო თითქმის აღმოჩენის დონეზე ხდება ქართული ანიმაცია თავიდან მათთვის.
მშობლებს და თქვათ უფრო მოზრდილ ასაკის ადამიანებს ახსოვთ ეს ანიმაციური ფილმები, შედარებით მეტაკლებად კარგ ხარისხში, მაგრამ დღეს ახლა 21 საუკუნეში 21 საუკუნის ბავშვი, რომელიც თქვათ მიჩვეულია smartphone-ებს, ტაბლეტებს და ასე შემდეგ და ამ რაღაც ძალიან ფერადოვან ანიმაციებს ის ხარისხი, რაც ახლა მის პარალელურად დევს ვებ რესურსებზე, ვერანაირ კონკურენციას ვერ გაუწევს. და შესაბამისად ჩვენ ვცდილობთ, რომ აი ეს სეგმენტი, ქართული ანიმაციის სეგმენტი, ცოტა წინ წამოვწიოთ და უფრო პოპულარიზაცია გაუწიოთ ამას, იმიტომ რომ არის ძალიან კარგი და არა მარტო ქართველისთვის, განსაკუთრებით ქართველი ბავშვებისთვის. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე 1 ივნისს აღინიშნება და როგორც ხედავთ, ეროვნული არქივი ამ დღესთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო სანახაობას გთავაზობთ. მე კიდევ ერთხელ მოგილოცავთ და დაგემშვიდობებით. ძალიან დიდი მადლობა ნინი, საინტერესო ჩართვისთვის. ნინი გელაშვილი გვერდებოდა ეროვნული არქივიდან. ჩვენც ვილოცავთ ბავშვებს წინასწარ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და რაც მთავარია 1 ივნისს ნინოობა აღინიშნება, წმინდა ნინო საქართველოში შემობრძანების დღე, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ერისთვის, მთელი ქვეყნისთვის და ამ დღესასწაულსაც წინასწარ გილოცავთ. ჩვენ კი ვაგრძელებთ გადაცემას. მაისი კანის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა. აღნიშნული თვის ფარგლებში კანის კიბოს სკრინინგი გაიმართება, რა უნდა ვიცოდეთ ამ დაავადების შესახებ და როგორ ჩავერთოთ სკრინინგში უფრო კონკრეტულად დერმატოლოგი მაია დათვაშვილი გასაუბრება. ბატონო მაია, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. გილოცავთ ამაღლების დღესასწაულს. მადლობა თქვენც ასევე გილოცავთ. მაისი არის კანის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვე, თუმცა ვიცით რომ ღონისძიება, ანუ სკრინინგი დაიწყო ახლა და გაგრძელდება ივნისშიც. აი უფრო კონკრეტულად ვიდრე დაავადებაზე ვისაუბრებთ, რა ტიპის დაავადება, მის გავრცელებაზე, მანამდე უშუალოდ სკრინინგზე რომ გითხრათ, როგორ უნდა ჩაერთონ პაციენტები, ან თქვათ ადამიანები, რომლებსაც სურთ რომ დაიზღვიონ თავი და გააკონტროლონ თავისი ჯანმრთელობა, ვის უნდა მიმართონ, სად უნდა მიმართონ? 2012 წლიდან ტარდება ასეთი ღონისძიება, ეს არის ევროპული პროექტი და 2012 წლიდან გახდა საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის სახელით საქართველოს ამ ევროკამპანიის წევრი ქვეყანა. და ყოველწლიურად ორი ნაწილისგან შედგება ეს ღონისძიება, ეს არის ინფორმაციის გავრცელება კანის კიბოსა და მელანომის შესახებ და მეორე ნაწილი დაინტერესებულ პირთა გასინჯვები. უნდა აღნიშნო, რომ ყოველთვის ეს გასინჯვები არის უფასო და ამისთვის შეუძლიათ წინასწარ დარეკონ და ჩაენწერონ კონკრეტულ ნომრებზე. ეს არის 511 26 55 30 და მეორე ნომერი ეს არის 571 37 11 44. დიახ. კანის სკრინინგი რა ტიპის კვლევებს გულისხმობს, ესეც რომ გითხრათ? თქო, ეს არის ზედაპირული დათვალიერება თუ არის რაიმე რადიოლოგიური კვლევაც მასთან ერთად? სხვათა შორის დერმატოლოგიას და კონკრეტულად ამ კანის კიბოს გამოვლენას აქვს თავისი ერთი ძალიან დიდი უპირატესობა სხვა დანარჩენი ონკოლოგიური დაავადებებისგან. ვიზუალურად ხედავთ, ამას ხედავს აგრეთვე ადამიანი და ყოველი დაკვირვებული ადამიანი თავის კანზე განვითარებულ ახალ უცნაურ წარმონაქმნს პირველ დღეებში თუ არა, კვირებში და თვეებში აღმოაჩენს და მიაკითხავს ექიმს. აქედან გამომდინარე და შეიძლება ითქვას საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა უკვე აკისრია თვითონ ადამიანსაც, რომ მან დროულად მიაქციოს ამას ყურადღება და მიაკითხოს ექიმს. სკრინინგის დროს სწორედ მოდიან ისეთი ადამიანები, რომელთაც შეამჩნიეს რაღაცა ახალი წარმონაქმნის გაჩენა, რასაკვირველია ჩვეულებრივი ბანალური დაავადებების და გამო მოსვლა ამ დროს არ არის ასურველი, რამითო ეს ორიენტირებულია სულ სხვა პრობლემაზე და ხდება პირველ რიგში მაკროსკოპიული დათვალიერება, საერთოდ დერმატოლოგიაში, აი ამ ჩვეულებრივ დათვალიერებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. შინაგანი ორგანოების ასეთი ტიპის დათვალიერებისთვის უამრავი ინსტრუმენტული გამოკვლევა უნდა ჩაიტაროს ადამიანმა, ხოლო კანის შემთხვევაში მაკროსკოპული ჩვეულებრივი დათვალიერებაც უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი არის. თუ რაიმე საეჭვო წარმონაქმნი შევამჩნიეთ, რასაკვირველია და თვითონ პაციენტიც, უფრო სწორად
პაციენტი ისჯერ არ არის, ის არის უბრალოდ დაინტერესებული პირი, რომელსაც სურს რომ კანი გაისინჯოს და კიდევ დამატებით მიგვითითებს არსებობს ესეთი საშუალება დერმატოსკოპი, ეს არის არაინვაზიური მეთოდი, შეიძლება ითქვას პაციენტის შეგრძნების დონეზე ეს არის სტეტოსკოპი, როდესაც ისმენდნენ გულს, ფილტვებს, თუმცა სულ სხვა ტიპის მოწყობილობა არის ჩვენთვის და ყოველგვარი კანის დაზიანების გარეშე შეგვიძლია ჩვენ ბევრად უფრო მეტი გავიგოთ, ვიდრე ჩვეულებრივი დათვალიერებისას. ქაბატონი მარია, სკრინინგს რაც შეეხება, თქვა შეზღუდვა თუ არის ასაკთან დაკავშირებით, თუ ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია რომ ჩაერთოს, ან თქვა მამაკაცი, ქალი, თუ არის განსხვავება, უფრო ხშირად თუ არ ვწდები ქალბატონებშია ეს დაავადება გავრცელებული? ესეთი ის არ არის, რასაკვირველია, კანის აქ შემოდის ამ კამპანიაში კანის კიბოც, როგორც არის ბრტყელუჯრედოვანი კიბო, ბაზალურუჯრედოვანი კიბო, ანუ ბაზალიომა, მელანომა და პრეკანცერული მდგომარეობა, აქტინური კერატოზი. ესეთი მკვეთრად დამოკიდებულება ქალისა და მამაკაცის შორის ეს განსხვავება გენდერული ნაკლებად არის, სხვადასხვა ქვეყანაში კიდე ცოტა შეიძლება მონაცვლეობდეს, ხოლო ასაკობრივად ბავშვებში რასაკვირველია პრაქტიკულად არ გვხდება. თუმცა სამწუხაროდ ყველა დაავადება, თუნდაც ბრტყელუჯრედოვანი კიბო, ან ბაზალიომა, აქტინური კერატოზი ეს უფრო მოზრდილი ადამიანების და ასაკოვანი ადამიანების დაავადება, თუმცა ხდება გაახალგაზრდობა ამ დაავადებების, როდესაც დავიწყეთ ჩვენ 2012 წელს ამ ღონისძიებების ჩატარება, იყო მითითებული, რომ 40 წლამდე არც უნდა დაგვებარებინა. თუმცა როდესაც რეკავდნენ და სურვილი ჰქონდათ და ამბობდნენ, რომ მათ გაუჩნდათ ახალი გაურკვეველი წარმონაქმნი, ვიბარებდით. ახლა ვამბობთ, რომ 25 წლამდე არ უნდა მოხდეს, თუმცა თუ მშობელი დაიჩემებს, რომ ბავშვთან გაჩნდა რაღაცა უჩვეულო წარმონაქმნი, რასაკვირველია ჩვენ უარს არ ვეტყვით. სკრინინგი არის უფასო, ხო? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს არის უფასო, არც არასდროს არ ყოფილა ფასიანი. რა სიმპტომი არის ყურადღების მისაქცევი? აი, საგანგაშოდ რა სიმპტომი შეიძლება ჩაითვალოს, რაც შეიძლება კანზე შენიშნოს ადამიანს? ძირითადში ეს არის ერთი წარმონაქმნი ჩნდება, რასაკვირველია და არა მრავლობითი, კანის კიბოსა და მელანომის შემთხვევაში თავდაპირველად მოწითალო, წითელი წარმონაქმნი თუ კიბო არის, რაც სპეციფიური დამახასიათებელი ნიშნები აქვს ამის დაწვრილებით ახლა თქმას არ აქვს მნიშვნელობა, რამე თუ შეიძლება პირიქით დავაფრთხო ადამიანი. აი, ერთი წარმონაქმნი თუ გაჩნდა და რასაკვირველია მოყავისფრო, ყავისფერი, მუქი ყავისფერი და შავი ფერის წარმონაქმნის გაჩენა. აი, როდესაც ვიტყვით, რომ აი ახალი ხალი გაჩნდა. 40 წლამდე ასაკში ითვლება ამ შუალედში ითვლება, რომ ახალი ხალები იქმნება, წარმოიქმნება ადამიანის კანზე, ასევე ადრე არსებულმა ხალმა შეიძლება განიცადოს ცვლილება, ანუ ფორმირდება ჯერ კიდე. თუმცა ეს ფორმირების პროცესი მაინც საყურადღებოა, როდესაც ამჩნევს ადამიანი, რომ ადრე არსებულმა ხალმა დაიწყო ცვლილება, ეს არის ფერი, ზომა, ფორმა, სიმეტრია, ეს კიდეები, ყველა ვარიანტში უნდა მიაკითხოს ექიმს და იქ უკვე განისაზღვრება, ეს არის ფორმირების პერიოდი, თუ ეს არის უკვე გადაგვარების ნიშანი. ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პირველ ჯერზე ვერც განვასხვაოთ ეს ორი პრობლემა და დავიბაროთ, ანუ მონიტორინგის რაღაცა გარკვეული პერიოდულობით შემოწმების რეჟიმზე გადადის ადამიანი. რა იწვევს, თქვათ, ამ დაავადებას? მზისგან მიღებული დამწვრობა, ეს ვიცით, თქვათ, ერთ-ერთი გავრცელებული ფაქტორი არის. ხალის დაზიანებაზე გვაქვს ესეთი წარმოდგენა და ინფორმაცია ესეთი, თქვათ, ხალხში, რომ ხალის დაზიანება არის ძალიან საშიში. და სასწრაფოდ თუ კი მოხდა ეს, უნდა მივაკითხოთ სპეციალისტს. შეიძლება რომ ესეც გახდეს მექანიკური დაზიანება ნაკლებად. წარმოიდგინეთ მამაკაცი, რომელსაც აქვს წვერის მიდამოში ხალი და ყოველდღიურად უწევს გაბარსვა. ხო, მაგრამ ეს ადამიანი მრავალი წლის შემდეგ სულ სხვა დაავადებით შეიძლება გარდაიცვალოს, ანუ უბრალოდ ჩვეულებრივად ციბერით გარდაიცვალოს. ასე რომ ეს ყოველი დაზიანება მექანიკური არ არის სასურველი, რასაკვირველია, ეს თუ რაღაც ბუდივ რეჟიმზე არის და ეს ხალი არის, ეს წამოწეული ხალია, უნდა მაქსიმალურად მოვერიდოთ, მაგრამ ამის გამო ძალიან შევშფოთდეთ და პანიკაში ჩავარდეთ, რასაკვირველია არა. არის ხოლმე შემთხვევა, რომ სისხლი მოსდით, ანუ ესეთი მკვეთრი დაზიანება მოდიან, ჩვენ ურჩევთ, რომ პირველ რიგში ის დაზიანება
შეხორცდეს, დამშვიდდეს კანი და შემდგომ ვიბარებთ კიდე ცოტა უფრო ერთი თვის შემდეგ, თვენახევრის შემდეგ, რომ ნახოთ იმ კონკრეტულმა დაზიანებამ ბოლო-ბოლო რაღაცა გამოიწვა და დაიწყო რაღაცა პროცესი და დარჩა ჩვეულებრივ ხალათ. და ისევ სკრინინგს დავუბრუნდეთ, ქალბატონო მაია, რატომ არის სკრინინგი აუცილებელი? ამაზე ვისაუბროთ, თქვათ ამ დაავადების მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით, თქვათ ადრეული აღმოჩენის შემთხვევაში ვიცით რომ სრულად განკურნებადია. აი ამ კუთხით რომ თქვათ დაგვარიგოთ და მოგცეთ რეკომენდაციები. ზოგადად ონკოლოგიაში ონკოლოგიამ ბევრად წაიწია წინ ვიდრე იყო ეს 20-30 წლის წინ, რასაკვირველია პრეპარატების და მკურნალობის ახალი მეთოდების ხარჯზე, მაგრამ ლომის წელი არის სწორედ პრევენცია. და კანის შემთხვევაშიც პრევენცია და მოგეხსენებათ რომ მე გადაცემის დასაწყისში აღვნიშნე რომ ძალიან ადვილი არის პრევენციის გაკეთება თვითონ ადამიანსაც შეუძლია თავის შემოწმება და დროულად ასევე შეუძლია რომ მიაკითხოს ექიმს. და წელს არ მინდა გამოვტოვო ეს მომენტი, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კიდე ბავშვების გასინჯოს. აი თქვენ გითხარით, რომ უпростоრად ბავშვთა ასაკში ინფორმაციის გავრცელებას, ცნობიერების ამაღლებას, რამე თუ აღმოჩნდა აი ამ ბოლო პერიოდის სტატისტიკით, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაუმჯობესდა მკურნალობის მეთოდები, დაავადება მაინც ისევ დაიწყო ზრდა ინციდენტობამ, ანუ შემთხვევების აღრიცხვიანობამ, რაოდენობამ და მაინც აღმოჩნდა, რომ მიზეზი არის სწორედ მზეზე უკონტროლო ყოფნა. სოლარიუმების სამწუხაროდ, ეს რაღაცა კონკრეტული ბიზნესია და უკაცრავად, მაგრამ გასათვალისწინებელი არის ეს ამბავი და სწორედ ბავშვთა ასაკიდან უნდა დაიწყოს აი მონარჩვენებების განვითარება, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მზეზე. რასაკვირველია, მშობელი აქცევს გარკვეულ პერიოდამდე ყურადღებას, მაგრამ არის მერე, როდესაც უკვე გარდატეხის ასაკში ის სპორტული ღონისძიებებზე ამაზე მიდის უკვე ბავშვი დაუყიდებლად და უკვე უნდა გქონდეს. პერიოდში გავიდეს მზის ქვეშ, გაატაროს დრო, შუადღისას რომ საშიშია, რა ტიპის ტანსაცმელი ვატაროთ, როდის გავიდეთ დღის რა მონაკვეთში, ამას ყოველივეს აქვს მნიშვნელობა. რამ თუ ბავშვობაში მიღებული დამწვრობას არ ივიწყებს კანი სამწუხაროდ და მოგვიანებით შეიძლება ის გამოვლინდეს. მზისგან დამცავი სათვალის ხმარებაც არის მნიშვნელოვანი. სათვალე რასაკვირველია დამცავი, კარგი ხარისხის სათვალე უნდა იყოს, ქუდის ტარება არის და მზის დამცავი საშუალებების უამრავი ასორტიმენტი არსებობს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე და ნებისმიერი ფერის, კონსისტენციის და სტრუქტურის შერჩევა შეუძლიათ მოქალაქეებს. სკრინინგზე ვსაუბრობთ და სკრინინგი არის უფასო, კიდევ ერთხელ უთხრათ მაყურებელს და ნომერიც ერთხელ რომ განოთ გამოაცხადოთ და შემდგომ დავასრულოთ საუბარი. კი ბატონო, ეს არის 511 26 55 30 და მეორე ნომერი 571 37 11 44. როდემდე გაგრძელდება, ესე იგი ივნისის ჩაწერები დღეიდანვე დღეს უკვე არის დაწყებული და ამ ნომრებზე შეუძლიათ დარეკვა, სასურველი 10-დან 5-მდე ამ კონკრეტულ დროში დაირეკოს, ხოლო თვითონ უშუალოდ გასინჯვები იწყება 2-დან 7 ივნისამდე გაგრძელდება. ხოთაშორის ივნისისკენ გადაგვივიდა და გარკვეულწილად რაღაც ბავშვებზე იყო ორიენტაცია და 1 ივნისი არის ბავშვთა დაცვის დღე, სწორედ ვეხმიანებით ამას. უღრმესი მადლობა წარმატებას გისურვებთ. დერმატოლოგი მაია დათუაშვილი საუბრობდა სტუდიაში. ჩვენი დღევანდელი გადაცემა კი ამით დასრულდა. მინდა ყველას კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ამაღლების საუფლო დღესასწაული. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ. ბედნიერად.